მოგესალმებით მეგობრებო. დღეს სტუმრად ყავს ბატონი ირაკლი კუხიანიძე. ირაკლი, მოგესალმები. როგორ ხარ და მადლობ რომ შემომიერთდი მნიშვნელოვანი თემები მინდა გავიარო, რომელიც ადარდებს ამერიკაში მყოფ ქართველებს და ბუნებრივია ვინც საქართველოში არიან, მათაც ადარდებთ ეს ყველაფერი. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის პირიქით. ყოველთვის მიხარია მოწვევა თქვენთან პოდკასტზე. ირაკლი, ესე იგი, ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ მე ესეთი მოლოდინი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდვები იყო და ასე შემდეგ, რატოღაც ესეთი მოლოდინი მქონდა, მოკლედ რომ როგორ ჯარიმებზე რაღაცა რეგულაციები შეამსუბუქეს და კიდე რიგ საკითხებზე მე ასე ვფიქრობდი, რომ ამ გამბაჟების საკითხიც უფრო ლოიალური გახდებოდა, უფრო მორგებული, მოდი ეს დავარქვათ, სოციალურად მორგებული პროექტი გახდებოდა და მე რაც ვიცი, ზოგისთვის საერთოდ უფრო დამძიმდა, გამკაცრდა კიდეც და რა ვიცი, სანქცირებულიც კი გახდა და მოდი აი ამ თემას შევეხოთ და მე ესეთი პირველი შეკითხვა მაქვს. 2013 წლის შემდგომი ავტომობილების არ შემოტანას რა დაემატა? ან თუ არც არაფერი დაემატა, როგორ შეიცვალა? იმიტომ რომ გასაკობრივი ცენზი მე როგორც მე ვიცი დაუშვეს, უბრალოდ გამბაჟების ტარიფი გაზარდეს. და მე ამას მოყვა კიდე უამრავი რამ და მოკლედ აი ამ თემაზე ვისაუბროთ, ამითი დავიწყო და შემდგომ კითხვები რაღაცეები მაქვს და ისიც გავიაროთ. ой, კანონი მიიღეს ფაქტობრივად ამგრძალავი კანონი ქვია, ანუ ვითომ დაუშვეს, რომ შესაძლებელია 2013-დან 2020 წლამდე ავტომობილების განბაჟება, მაგრამ გააექვსმაგეს. მაგას შემსუბუქება არ ქვია, კიდე აეგრძალათ, კიდე ეს მიიღოთ. რა ამგრძალავი კანონი ქვია, მე ამგრძალავი კანონი უწოდე ამას. რადგან რა ვიცი, არაადეკვატური ფასი არის, ხა 6 ჯერ გაზრდილი ტარიფი. და გამოხმაურებაც ეგრევე გამოჩნდა, რომ 60%-იანი ვარდნა არის გაყიდვებში და დილერები გაჩერდნენ, ავტომობილები აღარ შემოყავთ, რადგან აი ეს ასაკი ზუსტად რა, ანუ 10 წლამდე ავტომობილები მისაღები იყო, მოდიოდა და ეხლა ეს 6 წლის ავტომობილი უკვე ძალიან ძვირი არის და შესაბამისად არ მოდის. და ამასთან ერთად რომ ვთქვათ, გააძვირეს ძველი ავტომობილების შემოყვანა, მეგონა რომ ახალ ავტომობილებს შეღავაც გაუწევდნენ და რაღაცას ახალი გაიაფთებოდა. ახალი ავტომობილები კიდე გააძვირეს პირიქით. ანუ და გააძვირეს უბრალოდ საბაჟო მოსაკრებელი გაზარდეს და შესაბამისად მოსაკრებელი იმის მაგეთ რომ გაიაფებიათ, გააძვირეს ეგეც ლარნახევარი გახადეს. რას ლარი ღირდა და 80 წელი ღირდა, ის ლარნახევარი გახადეს. ჩვენ მაგაზე ვისაუბრეთ, რომ შენ ესეთი რამ დაუშვი, რომ ეს ემიტო ხდება, რომ ბაზარი განაახლდეს და შესაბამისად ველოდით, რომ ახალ მანქანებზე პირიქით უფრო ლოიალური იქნებოდა. ესე იგი, ახალიც გაძვირდა. კი, ყველაფერი გააძვირეს, ანუ მხოლოდ გააიაფეს 30 წლის ავტომობილი, 30 წლამდე ავტომობილები, ანუ კლასიკური ავტომობილები, რომლებიც ადრე 40 წლამდე იყო, ეხლა 30 წლამდე აწიეს და ის გახადეს 1 ლარი, 1 კუბი და ახალისაც ძველი ავტომობილების შემოყვანა შეიძლება ესე ითქვას, რომ 30 წლის ავტომობილი ყველა არ არის კლასიკური ავტომობილი, რა და იმის მაგიათ რომ ხელი შეეწყოთ და ახალი ავტომობილების განბაჟებაზე თქვათ შეღავათი ყოფილიყო, ან ლარი გაეხადათ, ან გაენთავისუფლებიათ რაღაცა ასაკი, ისიც გააძვირეს. ანუ ლოგიკაში არ ჯდება, თუ ვცდილობთ რომ ჩვენ ავტოპარკი განვაახლოთ, მაშინ უნდა შევუწყოთ ხო ხელი რაღაც ტარიფით, რაღაცით რომ გააკეთოთ და ახლა. ძველს მიგრძალავ, ახალს მიძვირებ, აი ვერ ხვდები, საით წავიდნენ საერთოდ რა. ძალიან დაბნელები ვართ. და ეხლა შენ ახსენე რომ ეს დაეთყო მარკეტს და მე ვიცი შენ საინტერესო გამოკითხვა ქონდა ავტოიმპორტიორების გამოკითხვა, მაგრამ აქ არ იყო ცნობილი ჰოლდინგები საქართველოში, რომლებსაც ალბათ ახალი ავტომობილი შემოყავთ. თქვენ ალბათ იმ ჩამონათვალში, სადაც შენი კომპანია იყო ქარმარკი, იქ იყო კავკასიის ავტოიმპორტი და კიდე რამდენიმე და აი ეს ჩამონათვალი რაც იყო იმ სიაში, მოკლედ სადაც რეიტინგი დგებოდა, ესენი არიან ყველა ვისაც შემოყავს უცხოეთიდან ავტომობილი, ახალი და არამხოლოდ, ხო? მე ესე გავიგე. მეორადი ავტომობილების იმპორტიორი კომპანიების ჩამონათვალი იყო ის. ეგეც არასრული სია არის, მაგ ისეთი სია არის, ანუ იქ ბევრი იყავით, ესე იგი მაგაზე მეტია კიდე? სადღაც 160 კომპანიამდეა ოფიციალურად რეგისტრირებული, მაგრამ ეგ ჩამოთვლილია ვინც ცოტა ჩანვართ, ესე ვთქვათ რა. და ექსია იყო.
მე ყველასთან მეგობრობ და ეს ავტოიმპორტერთა ასოციაციის წევრიც ვარ და ყველასთან მაქვს. ანუ ვთქვათ, მე თავიდანში ვიფიქრე, რომ მე დამეტყო ეს განმაჟების კანონი ეს ყველა კომპანიას ვარდნა აქვს. 60-50%-იანი ვარდნა სულ ყველას აქვს. მით უმეტეს იმ კომპანიას, ვინც დილერებზე მუშაობდნენ. შენ წინაზე ახსენე, რომ აი ამ ესე ვთქვათ, მეორადი ავტომობილების იმპორტზე იყო მიბული მთელი ციკლი. მომხმარებლისა. ანუ იმპორტიორის, მერე მფლობელის, ამაზე იყო მიბული გამბაჟება, გადამყიდველი, კარგი გაგებით, გადამყიდველი, სერვისი და ძალიან ესე დამამახსოვრდა. ნაწილები. ხო, აი მნიშვნელოვნად დამამახსოვრდა ის, რომ ძალიან ბევრი სახელმწიფო მოხელეც კი დაკავებულია იმით, ვისაც არ ყოფნის ის ძირითადი ხელფასი და ეხლა როგორ ატყობ შენ პერსპექტივაში რა ჩანს? რეგულაცია თუ ასე დარჩა და ეს არ შეიცვალა იმ 160 კომპანიიდან რაც ჩამოთვალე, რამდენი დარჩება ბაზარზე რეალურად? უკვე ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ნიკოლოზ, ძალიან ბევრი კომპანიები კოტრდებიან და ცუდად გამომდის, მაგრამ ბევრი პირამიდაში არის მოყოლილი და ვერ გაუძლებს და რატო? ანუ ძირითადად ხა ის კომპანიები სუსტები არიან და არა აქვს თქვა საშუალება თავისი ფინანსური სახსრებით რაღაცა ავტომობილები ჩამოიყვანონ, მომხმარებლის თანხებს იყენებენ. ანუ თქვა მანქანას ვყიდულობ, ტრანსპორტირების ფულს გადაუხდი და ის ტრანსპორტირება მაშინ გადასახდელი არ აქვს. თქვა 10 კაცის ტრანსპორტირების ფული ყიდულობს ერთ მანქანას. ჩამოიყვანოს და გაყიდოს და მე როცა ციკლი აქვს აწყობილი, ამ შემთხვევაში უკვე ციკლში ახერხებს, რომ ის გაყიდა, გადაათამაშა და ეხლა უკვე ეს ციკლი დაერღვათ და ეს 50%-იანი ვარდნა, 60%-იანი, ზოგ შეიძლება 70-იანიც აქვს. ხა მე ძველი კომპანია ვარ და შეიძლება იმიტომაც მაქვს თქვა ნაკლები ვარდნა ეხლა. ახალბედა კომპანიას არა აქვს მოხელა ბუნები. შესაბამისად უკვე დაეთყოთ, იმიტომ რომ გამოჩნდა ძალიან ბევრი კომპანია, რომელსაც პრობლემები შეექმნა ფინანსური, მანქანები ჩამოვზდით ფოთში და ვერ ატანენ კლიენტს, თუ დავალიანებები აქვს, როგორც გადამზიდავი ხაზების, ასევე იქაური კომპანიების, რომლებიც უგზავნიან ავტომობილებს და ნუ აი უკვე მე წინა კვირას გავიგე, რომ 30-40 კაცი უკვე პრობლემებში არიან. ეს ჯერ რაც გამოჩნდა და რაც დრო გავა კიდევ უფრო მეტი გამოჩნდება. ანუ გაკოტრდებიან ეს პატარა კომპანიები. რაც შეეხება დილერებს, აი ვინც ფიზიკურ პირებს, ვინც დაკავებული იყო ავტომობილების ჩამოყვანით და რეალიზაციით, ისინი გაჩერდნენ, იმიტომ რომ რეალურად ახალი მანქანების ფული ყველას არ აქვს, ეს ახალი მანქანები გაყიდვადი არ არის, იყიდებოდა ის ავტომობილები, დაწლავდი ავტომობილები, რომლებიც ეხლა აიგზალა და რატო არ შემოყვათ? ანუ მე რომ ამას საუბრობ, თქვა ჟურნალისტები კითხოს რომ ვისვავენ. მე თქვა ამაზე არგუმენტს იძახია, რომ ჩვენ რა გვიგზალიაო რეექსპორტზე ავტომობილების გაყვანა, ანუ რეექსპორტიო იგივე დარჩაო. ამ შემთხვევაში ნახე რა ხდება. თქვა დილერმა ჩამოიყვანა 6 წელზე უფრო ძველი ავტომობილი რეალიზაციის მიზნით, რომელიც მე გაუშვას რეექსპორტზე. ჩამოიყვანა, გააკეთა და უყენია ბაზრობაზე, ცდილობს რომ გაყიდოს ეს ავტომობილი რა. ვერ გაყიდა ეს ავტომობილი მან რეექსპორტზე და მოუწია ამ ავტომობილის შეყვანა ბაზრობაზე. რომ გაყიდოს, თქვათ, რაღაცა იმ განბაჟების პერიოდის შემდეგ შეგიძლია ტერმინალზე გააჩერდო, ტერმინალიდან გაყიდო. ყაზახები, ყირგიზები, ანუ ის უცხო ქვეყნის დილერები, ვინც ჩამოდიან მანქანების აქედან წამოსაყვანად, რომ ხედავენ, რომ ეს ავტომობილი არის შეყვანილი ტერმინალზე და რომ იციან, რომ ამას სხვა გზა არ აქვს, იმიტომ რომ განაბაჟოს 6 მაგი განბაჟება უნდა გადაიხადოს და არაადეკვატური ფასი აქვს, უკვე აწვევიან ამ დილერს, რომ წაართვან თვითღირებულებას დაბალ ფასში. 1, 2, 3 რო ჩამოიყვანს ესე და იზარალებს რა, უკვე სხვა აღარ ჩამოიყვანს. შესაბამისად ძალიან ბევრი გაჩერდა. ანუ ეს დილერები ან ელექტროავტომობილები მოყავთ, ან თქვა თუ შეკვეთა არ აქვს უშუალოდ ვიღაცისგან რომ ფული არ მიწეროს, მანქანა ჩამომიყვანა, უკვე ერიდებიან ავტომობილების წამოყვანას. ჩემი დილერების 80%-ია გაჩერებული. მე ეს კომპანიის ვარდნა გითხარი 60%-იანი, მაგრამ დილერები ვინც ყავდა 80% გამიჩერდა და სხვილი კომპანიები ხა ჩემს დიდი კომპანია კავკასიის ავტოიმპორტი ხა ბევრად ჩემს დიდი არის და მისი ბრუნვების ძირითადი ნაწილი მაინც იყო ეს დილერები. მას ჰქონდა სქემა აწყობილი, დილერს ეხმარებოდა ავტომობილის შეძენაში, უფინანსებდა, მე ბაზრობაზე გაყავდა, აყიდიებდა. ისინი კიდევ უფრო ცუდ დღეში ვარდებიან, იმიტომ რომ როგორც გითხარი, დილერებზე იყვნენ ჩამოკიდებულები და ეხლა საცალოზე ვარ ყველა გადასულები და საცალოშიც ვარდნა არის, არა აქვს ხალხს ფული, რომ ახალი მანქანა იყიდოს. ძალიან ცუდ დღეში ვარ.
რა სამწუხაროა რა. ძალიან. სამწუხაროა, იმიტომ რომ ეხა ძალიან მე აქედან არ ვიცი რა გამოსავალი იყოს. ალბათ ისევ ადმინისტრაციული რესურსი, რომ რაღაცა დაარევერსო, მაგრამ დაარევესების სურვილი რო ქონოდათ ახალ მანქანებზე ფასებს არ გაზრდიდნენ, გამიგე? აი მე ესე მგონია რა და იცი რა მაინტერესებს, ჩვენ წინა საუბარში ვახსენეთ, რომ თქვენ ეს ავტოიმპორტიორები ვინც ხართ, ყოველ შემთხვევაში თოფაჩი ვინც ხართ. რაღაც ერთიანი ფრონტით, ერთიანი ინტერესზე იყავით შეთანხმებული, რომ დაუშვათ ერთმანეთის ინტერესი დაგეცვა და საერთო ჯამში ბიზნესის ინტერესი და რას ფიქრობთ, არის დაუშვათ იმის საშუალება, რომ კოლექტიური სარჩელი შევიდეს, ან გადაიხედოს, ან დაუშვათ დისკუსიაში შეხვიდეთ და არგუმენტირებულად მოითხოვოთ ესა თუ ის რეგულაცია, თუ ეს უკვე გავლილი ამბავია და ამის არაფერი არ ეშველება. აქ ცოტა მძიმედ არის სიტუაცია. მოგეთ არის საქართველოში ავტოიმპორტიორთა ასოციაცია, რომლის ხელმძღვანელიც არის ბატონი ნონიაძე, ძალიან ისეთი მონდომებული პიროვნება, რომელმაც რაც შეეძლო ყველა რესურსი გამოიყენა, მათ შორის აქციებიც გამართა, ტელევიზიებში იარა. მოგეთ ყველაფერი, მაგრამ აქტივობა არ იყო, იმიტომ რომ ამ ხალხს ეგონა, რომ ან ამ კანონს არ მიიღებდნენ, ან თქვათ რაღაცა შემსუბუქებული ვარიანტით მიიღებდნენ და არავინ არ აქტიურა. შეკრება ორჯერ დაანონსდა, ერთხელ რუსთავის ავტობაზრობაზე, სადაც მოვიდა 60 კაცი და მეორედ გორში, სადაც მოვიდა 15 კაცი. ამ კაცმა ეს ოპოზიციური პარტიები არ დაიყენა, გვერდში ოპოზიციური პარტია მოვიდა უთხრა, რომ ეს არ არის პოლიტიკური აქცია, ეს არის კონკრეტულად მომხმარებლების უფლებების დაცვის აქცია იყო და შესაბამისად აქტივობა არ წამოვიდა. ჯგუფებში ყველა, ხო იცი, კლავიატურის ლომები რო არიან, იქ ყველა წერდა, რომ აბა აქა ვართ, აბა იქა ვართ. ეგ ჩემ თავზეც გამოვცადე ხე, რაც აქტივობა დაიწყე ეს კლავიატურის ლომები. ხო, ეს კლავიატურის ლომები გლიჯავენ. იქ ყველა წერს და რო უყურებ, გონია რომ მესად არა ვარ აქციების მომხრე და ბავშვი მოლაპარაკების მომხრე ვარ ყოველთვის რა, მაგრამ დაანონსდა აქცია, სადაც მიდის თქვა მოლაპარაკების შესაბამისად ბიზნესი, იქ მივედი და გამიკვირდა რა, იმიტომ რომ აი 60 კაცი სასაცილო იყო. რაც შეეხება ეხლა ტელევიზიებში რა, ეხლა ტელევიზიაში ოპოზიციურ ტელევიზიებში გვიწევდნენ მარტო მე ნონიაძე მივდიოდით. სხვა ჩემი არც ერთი კონკურენტი არ წამოვიდა, არ ვიცი. შეშინებულები არიან ხა ჩვენ ახლა არაფერს არ ვითხოვდით და არც პოლიტიკური განცხადებები არ ქონდა, ჩვენ უფლებებს ვიცავდით და მაგის ვიყავი მისული და როცა ერთ-ერთ ჟურნალისტმა დამისვა თქვა რაღაცა ისეთი პოლიტიკური კითხვები, უთხარი რომ მე პოლიტიკიდან შორსა ვარ და მოვარ მოსული კონკრეტულად ჩემი უფლების დასაცავად, ამაზე გიპასუხებთ მეთქი რა. მოგეთ იქაც ხო გეუბნები ტელევიზიებშიც აი ჩემი კონკურენტები, კოლეგები არავინ არ ჩაერთო. მე პარლამენტში თქვა მოვითხოვეთ დასწრება იმ განხილვაზე, ამ კანონპროექტის რა და მე მეგონა რომ იმ კანონპროექტის განხილვაზე მაინც მოვიდოდნენ სხვა კომპანიების წარმომადგენლები და მივედით სულ ორი კომპანიის წარმომადგენელი და ამ ასოციაციის პრეზიდენტი. ვითომ ეს არ ეხებოდა და ამიტომ მე ხა შენ კითხვაზე მაგას გეტყვი რომ არ მაქვს იმის იმედი რომ ეხლა დღეს მოუნდებათ რამე აქტივობა. არ ვიცი რა ჭირს ამ ხალხს, არ ვიცი. რა უცნაურია. ხო თან იცი არის ისევ გავიმეორებ მაშინაც გითხარი რა წინა გადაცემაში რო ვიყავი რომ ეს ხალხი ვერ ხვდება იმას რომ ხვდება გონიათ რომ ეს ჩვენ კომპანიებს გვეხება რა ეს რა და ამის უკან უამრავი ბიზნესი ზარალდება რა როგორც მაშინ აღვნიშნეთ ავტო იმპორტიორები სასტუმროები დაშლილები ავტოსერვისები რა ვიცი რესტორნები ყველა ზარალდება იმიტომ ეს არ არის მხოლოდ აღებული რომ ამაზე იყო აგებული მთელი ჯგუფი ბიზნესების რომლებიც შემოსავალს ღებულობდნენ რო უყურებდნენ და ეს ყაზახი ისინი ტურისტებიო მილიონი შემოვიდაო რომელი იყო ხა ტურისტი ყველა მანქანის ჩამოსული იყო ჩამოსული აქ და ხო ხა ყაზახი ხო ვიზიტორად იყო ეხლა ერთ-ერთი მე ხო გეუბნები ამ მდგომარეობაში იმედი მაქვს რომ რომელიღაცა ბაზარი გააქტიურდება და ამ ბაზრის იმედზე თუ რაღაცა თქვა დავიწყოთ მუშაობას მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს ეხლა ვითომ ირანელები გააქტიურნენო ირანში მიიღეს დროებით განათავისუფლეს განბაჟებისგან ფიზიკური პირები ანუ შეუძლია ავტომობილი შემოიყვანოს და 7 თუ 8 წლის განმავლობაში არ მახსოვს ვარ მოვიტყუე ხა ზუსტად 7 წლის მე მგონი ვადით შეუძლია ავტომობილი არ განაბაჟოს
და მოაწყვენ ხა, მაგრამ მაგათ შეზღუდვებია ვინ კოდების მიხედვით. ანუ ამერიკული ავტომობილების შეყვანისუფლება არ აქვს და კიდე რაღაც ვინ კოდში რაღაც ციფრები არ უნდა იყოს ჭახედული არა ვარ. კარგად, მაგრამ ციფრებში სტატისტიკაში გამოჩნდა რომ ვითომ ძალიან დიდი ისა რა ქვია ზდა არის გაყიდვების და ზდა არის გაყიდვების რატო სტატისტიკურად იმიტომ რომ რეალურად აქამდე არ იყო ერთი ავტომობილი იყო იმპორტირებული სულ და ეხლა 1500 ავტომობილი იმპორტირდა პროცენტულად აიწია სტატისტიკაში მაგათო რეალურად არ არის ეს დიდი ბაზარი რა მე ხო იმედი მაქვს ხოლმე მაგის რომ რაღაცა ახალი ბაზარი გამოჩნდება და მაგის ხარჯზე რაღაცას ვიზავთ რა სხვანაირად მე იმედი არ მაქვს უნდა გადავერთოთ მაშინ სხვა ბაზრებზე ჩინეთზე მაგალითად ჩინეთი მაგარი გააქტიურებული გვაქვს თვითონ ჩინელები ძალიან გააქტიურებულია. ირაკლი, სხვათა შორის რეგიონალური პოლიტიკის პროექტს აკეთებს და დემოგრაფიული პროექტი აქვს ლევან მამალაძეს, აი რაღაც ამასთან ერთი კვირის წინ მქონდა საუბარი და ლევანმაც კი ახსენა, რომ ირანი იმდენად გააქტიურდა, რომ ცოტა არ იყოსო ჩვენებსო, ახლა ის არ არის ჩახედული ამ საქმეში და ახლა ირანი ახსენე და ის გამახსენდა. რომ ანუ გაჩერებული პროდუქტი თითქოს გამოცოცხლდა, მაგრამ ეს ალბათ ფრაგმენტული იქნება, ხო? ეხლა ირანელებიც ჩვენს კეთილდღეობაზე მორგებულები ხო არ არის, რაღაცა ნაწილს ალბათ გაიტანენ, ხო? ამ გაჩერებულ პროდუქტთან. მერე რა მოხდება? არა ეს დროებითი არის. ამაზე გათვაც არ შეიძლება, რა მე ჩემ დილერებს ვეუბნები, ხა ვინც დამჩნენ, რომ მეუბნებიან, რომ აი სიები გვაქვს რა ავტომობილები გაყავთ ირანელებს. ვეუბნები, რომ შენ სანამ იმ ავტომობილს ამერიკაში იყიდი, ჩამოიყვან, განაბაჟებ, შეიძლება აღარ დაქოს ირანელი აქ. ამიტომ მაგაზე გათვლა არ შეიძლება არც თვარიანში რა. ამიტომ ახლა უფრო ჩინეთზე უფრო წამოვიდა. და ჩინეთი რას მე ვიცი რომ ჩინეთიდან იმპორტი მოდის. მე შენი ანონსი ვნახე ამას წინათ რომ მე მგონი საცალო ვაჭრობას აპირებ, მაგა შოურუმის გახსენი. მე ვიცი რომ ჩინეთიდან ავტომობილები შენ შემოყავს და სხვებსაც ძირითადად ეს ელექტრომობილებია, ან იაფიანი მანქანები. თუ რამე მეშლება ამწდები დააკორექტირე. მაგრამ აქედან ჩინეთში გატანილი ავტომობილები რას ნიშნავს? აქედან რა არის? ანუ მე ვიგულისხმე ჩინეთთან საქართველოს შემოყვანა, თორე გასაგები, ეხლა წლების წინ მე 7-8 წლის წინ, ცოტა მეტი შეიძლება რა. ჩინეთში ავტომობილები შემყავდა ამერიკიდან, ევროპიდან, საქართველოსთან წამიყვანია. ესე იგი ხონდა იქ. დიდი რაოდენობა ეხლა არ ხონდა, მაგრამ ნუ გამყავდა ჩინეთში მოთხოვნა იყო BMW-ებზე, X5-ებზე, რომელსაც ეგენი არ აწარმოებენ და ჩინეთი დიდია და ის კვოტები, რომელსაც ოფიციალურ BMW-ს ჰქონდა, არ ყოფნიდათ. ასევე Toyota-ები, Prado-ები, მოკლედ იყო რა, Range Rover-ები, რომელიც ძალიან მოთხოვნადი იყო და კარგად იხდიდნენ და ნუ ამერიკიდან ძალიან დიდი რაოდენობა საერთო ჯამში ალბათ ერთი 2000 მანქანა ყავს ჩაყვანილი წლების განმავლობაში ჩინეთში. დღეს აღარ არის ხა მასეთი მოთხოვნა. ეხლა პირიქით, ანუ ის პარტნიორები, ეს მანქანები ადრე ჩამყავდა, ეხლა მოძლიერდნენ და არიან რაღაც დიდი კომპანიების დილერები და მათი მეშვეობით ეხლა აქეთ მოყავს ავტომობილი. აქამდე აქტიურად არ ვიყავი ჩართული ჩინეთზე, კი მომყავდა ავტომობილები, სასონხეთში გავყავდა რაღაც რამოდენიმე წელი საქართველოს შემოვიყვანეთ, მაგრამ დიდად არ ვიყავი დაკავებული, რადგან მე თვითონ არ მიყვარს ჩინური ავტომობილები, არ მომწონს, შეიძლება ამას არ უნდა მომკვიდე, მაგრამ არ მიყვარს და რაც არ მიყვარს მე იმას არ ვეკიდები ხოლმე. დღეს კომპანია რო გადავარჩინო იქიდან გამომდინარე რომ 60%-იანი ვარდნა მაქვს, რაღაცა ახალი გზების ძებნა დავიწყე და ის ანონსი რაც ნახე, ასევე ის შოურუმს ხსნით, სადაც Wuling-ია, ესეთი ჩინური კომპანია და Wuling-ის წარმომადგენლები ვხვდებით. და აქაც ეს Wuling-ი რატო ავარჩიე, რომ სეგმენტია, დიდი არჩევანია საფასო სეგმენტში. ანუ $6000-დან სადაც $40000-მდე ავტომობილებია ნებისმიერი სეგმენტის და მაბატი $6000 ეხა მე რო თბილისში ვიყო, $6000 პლუს განბაჟება, პლუს რაღაცა და 10000-ში მანქანა ყავს? პლუს განბაჟება არ არის საჭირო, ესა განბაჟება ელექტროავტომობილებზე უფასო არის. სადაც 6 ნახევარში ყავს ავტომობილი, მოკლედ განბაჟებული და ნახат. ნუ დაბალი კლასის ავტომობილი. ხო, ნუ მაგაზე გადაცემის მე 2 ნახევარში ვისაუბრე. ხო, ჩინეთი გააქტიურდა, ჩინელები თუ ჩამოსულები არიან, დარბიან, რომ ნახო, ყველა კომპანიებში თავაზობენ ავტომობილების გამოგზავნას კონსიგნაციაზე, იმიტომ რომ კონსიგნაციაზე თანახმარია, რომ გამოუგზავნონ. რა დროს არ ვარ ირაკლი მაგ ხუმრობ. აბა, მოკლედ და რატო ხდება ეს? ანუ ეს კანონი გაბაზდა, რომ ეს კანონი მიიღო საქართველოს სასამხეთში იყო აქამდე შესეულები და აზერბაიჯანში შეებები და რომ გაიგეს, რომ
ესეთი კანონი მიიღეს და ეს ამერიკულ ავტომობილებს, ასე ვთქვათ, ძველ ავტომობილებს პრობლემები შეექმნა ახალი კანონით, სეგმენტი ნახეს. და დაარბიან ხო გეუბნები, ყველა სადილეროში მიდიან ჩინელები, ეს მსხვილი დილერები, პატარა დილერები და თავაზობენ ჩინურ ავტომობილებს. ჯერ არ არის დიდი მოთხოვნა ქართველების მხრიდან ამ ჩინურ მანქანებზე, მაგრამ ძალიან მალე ნახავთ ბევრ ჩინურ ავტომობილს საქართველოში. ირაკლი, მოდი აქ სეგმენტი გავშალოთ. ძირითადად ჩინელები რო იგულისხმება, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ელექტროავტომობილია, ხო? ჰიბრიდულით და ძირითადად პოპულარული მაინც არის ჰიბრიდული და ელექტროავტომობილები ჩინური. შიდაწვის ძრავები არ უვარგათ მათ და ამიტომ დიდი მოთხოვნება არ არის და აი მე რაც ახლა მესმის ახლა იცი შენ ჩემი დაინტერესება ავტომობილების მხრიდან და უამრავ პოდკასტერს უყურებ და აი ეს რაც სოფლიოში პირველ ხუთეულში ცნობილი ბრენდებია, ნუ BYD და ასე შემდეგი რაღაცები, ესენი არიან წარმოდგენილი მაგ. BYD ოფიციალურად GT-ს ჯგუფმა გააფორმა ხელშეკრულება და შოურუმი მიმდინარეობს. ლისიანი ოფიციალურად არ არის შემოსული, ზიკრი თეგეტას ყავს ოფიციალურად. ზიკრი თეგეტა მაინც. ესე იგი ყველა წამყვანი უკვე პარტნიორები იპოვეს. კი, აი ჩვენ ვულინგიც რაც ჩვენ შემოყავს ევროპაში უკვე ესეთი ცნობილი ბრენდია, ახალი შესულია ვულინგიც. ეს არის ამერიკული GM-ის ის არის შვილობილი კომპანია არის და მოგეს ვულინგიც იმიტომ შემოყავს რა და მოგებული მე ისევ იმიტომ გავაკეთე რომ მე ვეძებდი ჩინეთიდან დაბალფასიან ავტომობილებს, რომ რაღაცით აი ხალხის შემეთავაზებია, ჩამენაცვლებია ამერიკიდან დამტროული მანქანების მაგივრად რაღაცა სხვა. კი ბატონო, მაგრამ ზიკრი და BYD ვიცი რომ ძალიან ძვირია, არაფერი აღარ ჩამოვარდება ფასით გერმანულს მე მგონი. ნამდვილად, ხარისხიანია მართლა, ხა ზიკრი და BYD სხვა ხარისხია. და ფასიც ადეკვატურია. კი, ნუ BYD თქვა კი შეიძლება 20,000, 25,000 დოლარად BYD შეიძლება იყიდო, კარგი და ნუ ზიკრი ძვირი არის. ხო. ძალიან מחარებს ეს ამბავი და როდის გაეშვება შენი შოურუმი და სად იქნება? მე რო ეხლა სტილიში ვიყავი, მე ამას ეხლა როდინდელ ამბავს ყვები ალბათ 20 წლის წინანდელს. ესე იგი დასავლეთ გასასვლელი იყო ათვისებული ეს ავტო იმპორტიორები და ეხლა რამე რეგულაცია ხო არ არის თუ სივცე გაქვს შეგილია დადგა შოურუმი ააშენო? ჯერ აგდავები არანაირი არ არის ვთქვათ შოურუმებზე, მაგრამ მაინც როგორც აღნიშნე, იქით მხარია განვითარებული და მე როგორც ყოველთვის რაღაცა ახალი უნდა გამოჩრიკო ხოლმე და ლისის ტბაზე მინდა ავაში მინდა რომ მიწა უკვე აღებული გვაქვს, ეხლა მიმდინარეობს ნებართვები, არქიტექტორი მუშაობს და წლის ბოლომდე მინდა რომ უკვე გავეშვათ. სანამ შოურუმი გაიხსნება, მანამდე მაინც ავტომობილებს უკვე შემოვიყვან და რუსთავის ბაზრობიდან დავიწყებთ გაყიდვას, რომ შევაჩვიოთ უკვე მოსახლეობა და ვანახოთ. თბილისში უკვე საშოურუმი ადგილი არ არის, ძველებს რაც აქვს დაკავებული, ის შეივსება და უკვე შევსებული ალბათ და ეხლა აი როგორც შეთქვი ლისის ტბა ალბათ აღმოსავლეთ საქართველოში სწავლა რუსთავისკენ გაიხსნება ალბათ რაღაცეები და ასე შემდეგ არა. ეხლა ვითარდება მისაქციელი და იქ ქალაქის გასასვლელში მისაქციელამდე ჩავიდა უკვე შოურუმი. მისაქციელში ეხლა შენდება Lion Trans-მა ჩემო კონკრეტულად ააშენა პირველი თეგეტამ ტრაკები გაიყვანა, სატვირთოები გაიყვანა იქით და ეხლა იქით მიდის წეროვანი და ვისაქციელი, აი ამ ორი მიმართულებაზეა გაშლილი. მე ჩემი შეხედულებიდან გამომდინარე, მე იქით უფრო იაფი იყო და შეიძლება გავსულიყავი, მაგრამ მე რაღაც ლისის უფრო უყურებ, ახალი უბანი არის აქეთ და აქეთ გადავწყვიტე განვითარება, იმიტომ რომ ჩინური მანქანა ეხლა ვის უნდა, ეხლა მე მგონი არ წავა წეროვანში და მე აქეთ გავთვალე, ყველას თავისი შეხედულება. სუბუქი ავტომობილების გარდა ასევე ინდუსტრიული ტექნიკაც აქვს ამ ვულინგს და ვთქვათ აი ეს დისტრიბუციის ავტომობილების კომპანიების დაინტერესებულები არიან. ნახოთ რა გამოვა რა. კიდევ ვიმეორებ, საერთოდ არ მინდოდა მე რომ ჩინურ ავტომობილებზე გადავსულიყავი, მე ჩინურ ხარისხიანი ავტომობილები ჩამოვიყვანა, მაგრამ ამიტომზე გზას არ გვიტოვებენ. უნდა გადავერთოთ მაგეთ. რეალურად არ ვიცით რა იქნება პერსპექტივაში, ხო? ანუ თქვენ ეხა რეალურად რისკებს დებთ ფინანსური ბუფერის გარეშე. თქვენი ბუფერი არის თქვენი აქტივი, ხო? დანარჩენი არაფერი, უძრავ-მოძრავ ეკონება და ეგ არის. არც ფინანსური გარანტია, არც სახელმწიფოს დახმარება, არც არაფერი. არაფერი საერთოდ. მაგაზე კიდე რამდენი წაიტეხს იმას ფეხს. ხო, ნუ სხვა გამოსავალი არ არის. ხა ან ქუდი უნდა დაიხურო, წახვიდა სახლში, ან რაღაცა ახალი მიმართულება უნდა აიღო და ამიტომ წავედი ახალი მიმართულება. ხო, ეხა ავტოიმპორტიორმა რა უნდა გააკეთოს? ეხა მშენებლობაში ვერ შევა, რა ვიცი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასაც ვერ დაიწყებს. მე ესე ვხედავ ეხა.
ნიკოლოზ 23 წელია ოფიციალურად რაც ამ ბიზნესში ვარ, ისე 26 წელია. ვთქვათ ავტო იმპორტი. მე და შენ ერთმანეთი გავიცანით, რომელი წელი იყო, აღარ თქმა. ახალი დაწყებული მქონდა ეს ბიზნესი. პავლოზე რო მქონდა ის ოფისი იქიდან რომ შეგვიძლია. ისევ მაქვს. ისევ ხარ? კი, ეგ ისეთია. ერთადერთი კომპანია ვარ, რომელიც დაფუძნდა იქ არის ბოლომდე. ეგ ოფისი რაც არ უნდა შოურუმები გავხსნათ, ეგ ოფისი მაინც იქნება. ძველი ოფისი იმუშავებს ყოველთვის. მოხარული ვარ, იმიტომ რომ ცუდი ის არის, რომ ბაზარი როგორც ყოველთვის ალბათ დაარეგულირებს ყველაფერს, იმ 160-დან ალბათ 60 დარჩება, შეიძლება მაგდენიც არ დარჩეს, მაგრამ ნუ ვინც დარჩება. ეხლა მე აქ ერთი კითხვა უნდა დავსვა. ბუნებრივია სახელმწიფო ყოველთვის ახალისებს მსგავს მოქმედებებს, მე მახსოვს ნინო ცილოსანის განცხადება იყო, თუ არ მეშლება, რომ ეს ყველაფერი კეთდება, იმიტომ რომ ნუ აბა როგორ ხო, ან გადაჯექით სამოქალაქო ტრანსპორტზე, ხო და ნუ ან აიტანეთ ეს ჯარიმები და აიტანეთ ეს აწოვები. გასაგებია, რომ ურბანულად თბილისი არის განვითარებული, მე ვთვლი, რომ თბილისი არის ჩიხური ქალაქი, მე გული წყდება, მე რასაც ვიდეოებს და ფოტოებს უყურებ, მე რომ აქ ჩამოვალ, მე ვაკე ვერას ვეღარ ვიცნობ. ჩემი ვაკე ფაქტობრივად აღარ არის, უკვე მანჰეტენის ნაგლიჯს გავს უკვე რა და მანჰეტენი აქაც მაქვს. თბილისში მოდიოდი, იმიტომ რომ წითელი აგურის სახლი მენახა ფალიაშვილი ბარნოვზე და იცი შენ ხა, ხო? და რაღაცა და მე არ ვიცი ხა. ესა Google გადაფრენით რო უყურებ, მე ქალაქს ვერ ვცნობ. და გასაგებია რომ ეს ქალაქი, რომელიც ფაქტობრივად ქვაბშია გაშენებული, როცა თბილისი გაშენდა და 50-იან წლებში განვითარდა, ეს არ იყო გათვლილი ამ ხელა მოცულობაზე და ნუ ერთი გამავალი გზა არის, შენ ყველაზე კარგად იცი. და გასაგებია რომ ეს ამდენი მანქანას თბილისი ვერ აიტანს, მაგრამ მე ესე მგონია, რომ სახელმწიფო ალბათ უახლოეს წელიწადში ეცდება, რომ კერძო ავტომობილები მაქსიმალურად შეზღუდოს და მოსახლეობა გადავიდეს სამოქალაქო ტრანსპორტზე და ქალაქში დარჩეს მხოლოდ კომერციული, ანუ დელივერის სამსახურები რა, მარკეტები მომარაგდეს, პური და ასე შემდეგ და თუ ამ მიმართულებით წავიდა, მე რა მაინტერესებს იცი, რომ აი ხვდები მე ხელს გულისხმობ. ანუ საავტომობილო იმპორტი შესაძლოა დავიდეს 5 კომპანიამდე. აი ვინც ძველი კომპანიები არიან, დიდები, აღარ ჩამოთვლი ახლა. კი. შეიძლება ვინმე არ გამოჩეს, ან ვინმე არ შემეშალოს, ხო? აი ტოპები რა, რომელიც 90-იანები არიან. როგორც ჩანს, ნუ ისინი დაარეგულირებენ ბაზარს და მე სხვა დანარჩენმა უნდა გაიტანოს თავის სერვისი, აი მაგალითად მცხეთათიანეთის რაიონი, ან რაღაცა აი ამ დაგვარი, ან აღმოსავლეთ საქართველოს რუსთავი, მარნეული, ბოლნისი და რაღაცა და შენ როგორ ფიქრობ ახლა, აი ეს მომენტი, რომ თბილისი არის ეკოლოგიურად მძიმე მდგომარეობაში, ამართლებს იმას, რასაც ახლა დაუშვათ ეს რეგულაციები შემოიღეს. ნაპატიე გავშალე კითხვა რა, პროლოგივით გამომევიდა, მაგრამ მაყურებელმაც რო გაიგოს რა რას გულისხმობ. ეკოლოგიურ მდგომარეობას ამ აკრძალვით ვერანაირად ვერ გამოასწორებ. ეკოლოგიური მდგომარეობა პირველ რიგში უნდა მიიღოს სწორი დედათვალიერების სისტემა, რომელიც იქნება კაცრად კონტროლირებადი და არა ისეთი ჯიგრულ ქართულ პონჩი გორში კარგად ატარებენ და იქ ჩახვიდე და იქ გააკეთო და თბილისში არ ატარებენ. ანუ დედათვალიერებას იძახი? დედათვალიერებას იძახი. პირველ რიგში დედათვალიერება თუ არ მოგვარდა, ისე არაფერი არ ეშველება. რაც შეეხება ავტომობილების აკრძალვას, ალოგიკური მაკეთკენ მიდი საქმე, აბატი, იმიტომ კი, მაკეთკენ მიდი, მაგას ვიძახი. ანუ წინა გადაცემაში თქვი და სადაც ეთერში ვიყავით, მაგას ვიძახი რა. არ შეიძლება რომ 6 წლის ავტომობილი იყოს კარგი ეკოლოგიურად და 7 წლის უცბად ან 8 წლის უცბად იყოს ცუდი. არის ეკოსტანდარტები, ხო? ევრო 7, ევრო 8 სტანდარტ თუ აკმაყოფილებს, უკვე ესე იგი ის არის მისაღები და ევრო სტანდარტი არის და მისი აკრძალვა არ შეიძლება. აი, თქვათ, სახელმწიფო მიიღო ეს რეგულაცია და აკრძალე რა. მაშინ რატო დაუშვეს ძველი ავტომობილები? მე მაგალითს მოგიყვანე ხარ, ცოტა მეც გავეკეცი ამ იმას, დაუბრუნდები ისე. არა, ვისაუბროთ რა, ხო ხტები, ნუ 96 წლიანი ავტომობილის შემოყვანაც შეიძლება. მე მაგალითად მყავდა კლიენტი, რომელსაც უნდოდა სანამ კანონს მიიღებდნენ 2017-იანი, 2018-იანი Foreigner-ის ყიდვა. და ვერ მოასწრო ყიდვა რა და ეხლა 2020-იანი Foreigner-ის უცხო ფასი იყო Toyota რა. იფიქრა და
იყიდა 96-იანი Forerunner. იმიტომ რომ მაგის შემოყვანა შეიძლება და 1 ლარი იყოს. განბაჟება 1 კუბი. ანუ ხა რომელი უფრო დააბინძურებდა ხა 17-იანი რო შემოიყვანა ეხა იმას თუ ეს 16-იანი რო შემოიყვანა. და მასი უამრავი მაგალითი არის, ვინც თქვა ეძებდა ავტომობილს და თქვა უფრო განახლება უნდა თქვა ავტომობილის და ვერ მოასწრო ყიდვა. და შესაბამისად წავიდა ძველ მანქანებს ყიდულობს. არა კლასიკური მანქანებზე ვიძე, კლასიკური მანქანები ცალკეა, ის კი კაია რო წაახალისეს, კლასიკური ავტომობილი სხვა არის. ხო, მაგაზე მეც გეთახმები, ხო, მაგრამ. რაც შეეხება თქვა კიდე არგუმენტი ქონათ ესეთი, რომ ქალაქი უნდა გაუტვირთოს საცობებისგანო. და ამიტომ გავაძვიროთ. კაი, მაგაზეც ვიკითხე რომ სად არის საცობები? საცობები არის თბილისში, ძირითადად და ბათუმში, ხო? და ვინც ქუთაისში ცხოვრობს, ვინც ზუგდიდში ცხოვრობს, ვინც თელავში ცხოვრობს, იმან რა დააშავა, იმასაც უძვირებ. ანუ ეს არა არგუმენტირებული არის, რა ეს განბაჟების ხარჯზე რომ ქალაქი განტვირთო, მაგის გაძვირების ხარჯზე ალოგიკურია. ბევრი სხვა რაღაც შეიძლება და გაკეთებულიყო, რაც თქვა ეკოლოგიას ეკოლოგიურად ძალიან კარგია რომ შენ ეგ დაასვი და შენ თუ შენ პასუხს რო დაასრულებ, ძალიან მინდა კითხო, აი რას ფიქრობთ ავტოიმპორტიორები, როგორ შეიძლებოდა ამის მოგვარება? კი. აი, რაც შეეხება შენ თქვი რომ კომპანიებიო გაქრებაო რომ აკრძალავენ. საერთო ჯამში ხა ახლო მომავალში შეიძლება თქვა აკრძალო, მაგრამ ახლო მომავალში ეგ არ ემუქრება, თან იცი რა არის? ჩვენ რო ვიყოთ ფინანსურად თქვა ეკონომიკურად ძლიერი ქვეყანა, კიდე თქვა შეიძლება რაღაცა მიიღო ეს სანქციები და აკრძალო ეს ძველი ავტომობილები და ჩვენაირი კომპანიებს არ მიცეს საშუალება რეგულაციები დაუწესო, რომ ეს მეორად დაზიანებული ავტომობილები შემოიყვანონ, მაგრამ ფიზიკურად მოსახლეობას არ აქვს ნიკოლოს ფული რომ იყიდოს, თორე ჩემზე და შენზე და ყველაზე კარგად იციან რა მანქანაა კარგი და რა მანქანა უნდათ, მაგრამ არ აქვს საშუალება და ამიტომ ყიდულობს იმ დამტრეულ მანქანას ამერიკაში, თორე და არც იმაზე ინერვიულებდა რომ რატო მიიღეს ეს აკრძალავი კანონიო და იყიდა ახალ მანქანას. არ აქვს ფიზიკურად ის საშუალებას აქვს იმას ყიდულობს. ამიტომ ჩვენაირი კომპანიებს თუ აკრძალავენ ის დიდი ახალი კომპანიები ვერ იმუშავებენ, იმიტომ რომ ახალი მანქანის სტატისტიკები ნახო გაყიდვების, ხო? არ აქვს იმ კომპანიებს გაყიდვა. ან სახელმწიფო ყიდულობს იმ მანქანებს, ან კიდე თქვა რაღაცა პატარა ნაწილი. ძირითადი ავტომობილების გაყიდვები არის მეორადი ავტომობილები და ამერიკიდან არის იყო ძირითადი იმპორტი და აი ახლა რაღაც ჩინეთით ჩანაცვლდება. ასე რომ უახლოეს პერიოდში მე მგონი არ გვემუქრება ეგ. ეს თუ აკრძალეს ისეთი რაღაცები შეიცვალა რომ არც ეგ არის გამორიცხული, მაგრამ ნუ ლოგიკურად არ უნდა მოხდეს ახლო მომავალში მაინც ეგ. ხო, მნიშვნელოვანი რამე თქვი რომ რახან თქვენ გიჭირავთ ბაზრის უდიდესი ნაწილი, ესე იგი ეს 10 წელი თქვენ ეს არ გემუქრებათ რა. ხო, ნუ აი ესე ნელა შეგვამცირებენ რაღაცებს შეგვიძლია. ხო, ნუ შემცირება იქნება. შეიძლება იმპერატიულად არა, მაგრამ ნუ ბაზრის რეგულაციებით შეგამცირებენ ალბათ. რა შეეხება მეორე კითხვას? ხო, აი თქვენ ხო ფიქრობთ ამაზე, აი რა იყო შემხედი ნაწილი, როცა დისკუსიაში იყავთ? ჩვენ პირველ რიგში ვთხარით, რომ აი რაც გავიმეორეთ ცოტა ხნის წინ, რომ ანუ სტანდარტი არსებობს ორი, არის ვთქვათ ევრო სტანდარტი და არის ამერიკული სტანდარტი. ჩვენ ვართ ევრო სტანდარტში. ანუ უნდა მიიღოთ ის გოსტი, ესე ვთქვათ, ანუ ევრო 7 უნდა მიიღოთ რა და გაემკაცრებიათ ტექდათვალიერება და ამ ტექდათვალიერებით გაცხრობენ ძალიან ბევრ ავტომობილს. რეალურად ავტომობილი შეიძლება იყოს 2 წლის და არ იყოს ეკოლოგიურად გამართული სისტემა. უამრავი დეფექტი ქონდეს. ავტომობილი შეიძლება იყოს 15-20 წლის და ის იყოს გამართული ეკოლოგიურად. ანუ თუ ტექდათვალიერება ეს არ დაარეგულირდა, როგორც გერმანიაში არის წუვი, რომელიც უმკაცრესი არის და ვერაფერს ვერ გააკეთებ, სხვანაირად ვერ განტვირთავ და ვერ შესვლი ვერაფერს. ამიტომ ასაკობრივი ზღვარით შეზღუდვა არის არასწორი და არალოგიკური და მით უმეტეს განბაჟების გაძვირებით. განბაჟება შეიძლება გააძვირო მაშინ, როდესაც შენი წარმოება გაქვს და შენი წარმოება რო დაიცვა. ხო, შიდა ბაზარი რო დაიცვა. ბაზარი ხო, მაგითი, მაგრამ განბაჟება გააძვირო იმიტომ, რომ ეკოლოგიურად გამოასწორო მდგომარეობა ქვეყანაში. მე ეს რეგულაცია არ ქვეყანაში არ მინახე. ბევრი ვიკითხე, ვეძებე, მაგრამ ეს რაღაც არც არ მინახია, რომ ამის გამო გაეძვირებიათ განბაჟება. ასე რომ ეკოლოგია რო გამოვასწოროთ, პირველ რიგში უნდა იყოს გამართული ტექდათვალიერების სისტემა. ამის გამოც ბევრმა ამიტეხა იქ იმაში კლავიატურის ლომებმა, რომ აბა მაგინებდნენ იმაში, რომ აბა ჩვენ რითი ვიაროთ ხა ვიღაცების სოფლებში ნოლადინი ყავს, ნორჩესტი ყავს და ვიზაშვილი ყავს ტექდათვალიერებაში, ხა იმას უარაცხოს კაცრი ტექდათვალიერება, მაგრამ ტექდათვალიერება არ არის მხოლოდ ის, რომ რაღაცა მე მანქანის სიარული მინდა. ეს ჩვენ ჯანმრთელობაზეა, ჩვენი შვილების ჯანმრთელობაზეა და როცა ჯანმრთელობაზეა საუბარი, რა ავტომობილებზეა საუბარი და რა ბიზნესზეა საუბარი.
ხო? მე მახსოვს გადაწებებული საბურავებით რო დადიოდა ხალხი და ხუნდებზე აი როგორ აკეთებდნენ მაგას საერთოდ აი მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და როგორ უშვებდი ამას რა ის ფლეტები რო ძვირი ღირდა აკრავდნენ ხუნდებს მახსოვს გახსოვს შენ ხო და აი ეხლა რო უკვირდები აი ამ გადმოსახედიდან რამხელა რისკზე ეკოლოგიას თავი დაანებენ რამხელა რისკზე მივდიოდით რა ჯერ ამანქანებით დავდიოდით ეხლა იმ დღეს მეუბნებიანს ჩინური მანქანები არ ვარგაობ მე ვთხარი ვინ საუბრობთ 07-ები და 06-ები დავდიოდი და ისინი ვარგოთა და ჩინური ავტომობილი არ ტორმოზი მაინც აქვს მე კიდე აირბაგი მაინც აქვს რითიც ჩვენ ვართ ნასიარულები რომ ახსენდება სოცხლები როგორ ავართ აკავტემოსულები მიგვირს კიდე ასე რომ ჩინური ავტომობილი ადმე რომ მეთქვა ეხლა რა აი აქ მაგალითად გადაკრული ხუნდები დავდიოდი ხო წარმოგიდგენი მეც მივლია გადაკრული ხუნდები ხო მეც მივლია იმიტომ და საბურავები ზედაპირ უწდებოდა მე რაღაც ორგანიზაცია იყო გახსნელი მახსოვს და იმითი იმ ძველზე აკრავდნენ რა რაღაც ხელი დადუღების მეთოდი თუ რაღაც ან იმითი რომ მაგრამ ნუ E30 და BMW და მაგ BMW-ზე ვაკლავდი ხუნდებს იმიტომ რომ არ იყო ფიზიკურად ხო არის ხო და თუ იყო მანქანის ფასი ღირდა მახსოვს ასტრადი ღომში ჰქონდათ მარტო და იმდენი ღირდა რომ მე მაგას ვერ გადავიხდიდი და ამიტომ ვაკვრევინებდი და დავდიოდი მასე ახლა უცნაურია ხო და ირაკლი ეხლა ჩემი ისა რა ქვია ყოფილი საქმიანობიდან გამომდინარე შეხება მქონდა ყველა დიდ იმპორტიორებთან რა მათ მენეჯერებთან როგორც სეგეტა GT-ში ძალიან ბევრს ვიცნობდი კარგი ხალხი მუშაობს ახლაც მე როგორც ვიცი სეგეტაში ძალიან ბევრს ვიცნობდი და მოკლედ და ეხლა მე მაინტერესებს ასეთი რამ თუ აი ამ ტოპ იმპორტიორებმა დაუშვათ სახელმწიფოსთან დადეს ესეთი სოციალური პროექტის მსგავსი თანამშრომლობა დაიწყეს და რას გულისხმობ? ახალი ავტომობილების დაფინანსების ხელშეწყობა. სუბსიდირება. სუბსიდირება, აი ხო, კი ბატონო, სუბსიდირება შეიძლება უფრო კარგია. ხა მე უფრო რაღაცა ისეც ვამბობდი, რომ არავის გონებოდა რომ დაუშვათ ხა ვიღაცა მაგ ფულსდებს და შენ რაღაცა უნდა გამოიყვანო. საბოლოო ჯამში ეგრეა. და აი წარმოიდგინე ეკონომიკის სამინისტრო, ფინანსის სამინისტრო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას ასაცერტოს პრემიერ-მინისტრს და ასე შემდეგ და აი ამ სუბსიდირების ინიციატივა რომ შემოიტანოთ. მე არ მგონია რომ ხა მეორადი ბაზრობის წარმომადგენლებთან ერთად თქვენ პური დაგიგდონ ხა. ჩემ პატივისცემის მიუხედავად, მაგრამ აი ტოპები თუ იმათაც ხო აწყობთ ხა მე ვიცი რომ ლამბორგინის ცენტრია, პორშეა, პორშე ჩემ დროს იყო და უამრავი ხა მანქანები 200-250,000 დოლარი როგორც ხა კი გასაგებია იმათ უფრო ჭირდებათ სუბსიდირება ვიდრე 20,000-ს, მაგრამ შესაძლოა იმასაც ზუსტად არ ჭირდებოდეს ხა 200,000-იანს მეთქილულოს იმას არაერთი 200,000 აქვს, მაგრამ აი 20,000-იან ჰუალინგს თუ რაღაცას 10,000 რომ მაინც რო დაუფინანსონ რა. შესაძლებელია რა კანას იცი ამითი აი ეს 01 და 07, 0-ძენი, 06 ნიუის მოტორი და ასე შემდეგ გაუშვას რა ჯარზე და დაისვენოს რა და მაგინებელიც რო აღარავინ იყოს. ეხლა ნახეთ ჩემი გამოსვლებიდან გეტყვი, ანუ Porsche, Mercedes-ი, თუნდაც BMW, Lexus-ი, თქვა ესეთი ბრენდები, იქ ვინც ყიდულობს ავტომობილს, იმას სუბსიდირება არ ჭირდება რა. ის ან თავისი კეშით მიდის, ან სალიზინგოსთან აქ დალაგებული, ან თქვა რაღაც თავის გათვლა აქვს, რომ ნელ-ნელა გადაიხდეს რაღაცა. ანუ მათი ინტერესი განსხვავდება. ხო, მაგ არც სახელმწიფოს არ ექნება იმის ინტერესი, რომ თქვა დაუფინანსოს. ეს პროდუქტი შეიძლება თქვა წავიდეს იგივე ჩინურ ავტომობილებზე, რომ წავიდეს სუბსიდირება ელექტროავტომობილებთან, რომ ვერ იტყვის სახელმწიფო, რომ ავტომობილების იმას სუბსიდირებას ვიწყებს. შეიძლება თქვას, რომ ეკოლოგიის გაუმჯობესების მიზნით აი ელექტროავტომობილები რო წავახალისოთ, ამიტომ აი ელექტროავტომობილებზე თქვა რაღაცა სუბსიდირებას გავაკეთებ. ეგ არის რიგ ქვეყნებში, სადაც ევროპის ქვეყნებშია, სადაც რაღაც 25% თუ 20% სახელმწიფო უხდის თუ ელექტროავტომობილზე გადადიხარ. და ავტომატურად გააქვს უფასო პარკირება, რაღაცა ტელეფონირება არ გჭირდება, იმიტომ რომ ელექტროა და ასე შემდეგ რა. მაგის რეალური შანსი არის. და შეიძლება თქვა ვიღაცა ინიციატივით რომ მივიდეს მიაწოდოს, შეიძლება წარმოვიდნენ მაგაზე. ასევე საუბარი წავიდა ეხა რომ
ქუთაისში ქარხანა აშენდება ჩინური ავტომობილების რაღაცა აქტიურად მიდის მაგაზე საუბარი. შეიძლება მაგ ავტომობილებზე წავიდეს, რომ წარმოება რომ აამუშაონ, თქვა სახელმწიფო ეგ ავტომობილები წაახალისოს და არა იმპორტირებული ავტომობილები. როგორც შეაღნიშნეთ, ჩვენ თქვა მეორადი ავტომობილებით მოვაჭრე კომპანიებს არ წაახალისებენ, ეს ოფიციალური წარმოადგენლობა რაც იქნება, შეიძლება იმას გაუკეთოს სუბსიდია. ან შეიძლება საბანკო სექტორთან აი შენ რო გეყოლება ეხა წარმომადგენელი შეიძლება თქვენი პარტნიორი რატომ კი ან შეიძლება საბანკო სფეროსთან დაალაგდნენ და თქვა ბანკმა გააკეთოს ესეთი პროდუქტი, თქვა ღირს ბანკანა 10000, $2000 სახელმწიფო გადაიხდის, $8000 ჩვენ მოგცემთ და ნელა გადაიხადე. მაგრამ ნიკოლოს ფიზიკურად მასას ფული არ აქვს რა. აი ეს ფულიც თქვა რომ სახელმწიფო გადაუხადოს და ანჩენი ფულიც არ აქვს რა ხალხს. იმიტომ დადის იმ ძველი ჟიგული და ვოლგით ესე. კი რა და ეხა არც ყველა ბანკშია გაშავებული რაღაცა პრობლემა აქვს და ანუ საკრედიტო ისტორიებიც აღარ არის ხო საქართველოში. ხო, ეხლა ძალიან ცუდი მდგომარეობა არის. ჩემი მეგობრები არიან მაგ სფეროში, საბანკო სფეროში და მათთან ეხლა რომ უთხრობა რთულია. რასაც იზახი ეხლა იდეა იდეალურია და ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ რამდენად იმუშავებს არ ვიცი. ძალიან მწუხაროა. არ დამოვიწყე კიდე ერთი მომენტი გითხრა, დავიდა მინდა მე ხო და გამომრჩა. ძალიან მალე კიდე ახალი აკრძალვები იქნება, ეგრეთ წოდებული დაშლილები რო არის, მეორადი ნაწილები, მაგაზე ახალ რეგულაციებს ღებულობენ. აგლაძეზე უკანა მხარეს უახსოვს ქუჩაზე დაშლილები რო იყო და სეზონები რო იყო, ვაფშე დაუხურეს ყველაფერი ეს საბურავების ისინი ხო დაუკეტეს და მოგეთ ქალაქგარეთ გააქვთ ეს მეორადი ნაწილების თემა და პლუს რაღაც რეგულაციებს ღებულობენ, ანუ ყველა ვერში რაღაც მე ლიცენზირება იქნება თუ რაღაცა ნებართვა იქნება, ანუ ესე როგორც ახლა არის, ყველას რო შეუძლია ავტომობილი დაშალოს, მასე აღარ იქნება. ჩვენი კლიენტები არიან დამშლელები, ვისაც თქვა ძველი მანქანები შემოყავდა და პრობლემა ჰქონდათ ამ ასაკიდან გამომდინარე ძვირი უჯდებოდათ და ჩვენ დაუწყეთ ამერიკაში დაჭრა მანქანების და ნაწილებად უჯდა. და ეხლა გაჩერდნენ ბიჭები რა, ესეთი მსხვილები ვინც ყავს და მაგათ გამვიცი რომ მოგეთ რაღაც ახალი რეგულაციები იქნებაო ძალიან მალეო ერთ-ერთ თვეშიო უკეო და გვეშინიაო რომ თქვა რეგულაციებში არ მოუყვეთო და არ გავუჭედოთ და რაც აქვს ჯერის ნაწილები იმის ამოყიდვაზე არიან ახლები არაფერი არ მოაქვთ. ესე რომ კიდე სფეროში ესე იგი ხო კიდე სფეროში ხო და მაგას მე მგონი ეძახიან junk products რა და მოკლედ ეგ გაფორმდება იმით რომ ნაგავის შეზღუდვაზე იმას იზავენ რა რეგულაციები იქნება იმიტომ რომ ხო რეალურად აქაც junk-ია ხო კი თან მაგას მეურად ბატონო ხო ეგ ხო იდეაში სადაც არ უნდა მიხვიდე რაც დაალაგებული იყოს ყველგან ზეთიასხია და ყველგან ნაგავი ყრია და მაგაზე აქაც რო დავდივარ ეხა უბნები შენიცი ამერიკა ხშირად გიწევს შემოსვლა და აი მაგალითად ნიუ-იორკიდან გასვლაც არ გინდა აი ის რო არის ფექტორი ზონები რო არის კი აი უბნიდან უბნაში გადადიხარ და ეს ფექტორი ზონა უნდა გაიარო რა და აი უამრავი დაჭრილი და ყრია მანქანები რა და ეძახიან ჯანკს და აქ უტილიზაცია დანაც ძვირი ის რომ ისინიც ჩალიჩობენ რაღაცებს რომ ამათაც იმიტომაც მოდი მანქანები აქეთ აუქციონებიდან უტილიზაცია ძვირი უჯდება და მაგაში ნაგავში ჩვენ კიდე ფულს ვიხდით და ხო აი გამოიდგინე და როგორ რა დღეში ვართ რა კი ბატონო უცნაურია მეორად საბურავებზე მინდოდა მეკითხა მაგ რა პერსპექტივებია ეხლა მაგალითად აქ არის საკმაოდ ესეთი რამდენიმე კომპანია რომელსაც ჯერ კიდე შეუძლია ფიშბოუნით ჩადებული კონტეინერები ხო იცი შეასრულოს ხო და 80-85%-იანი იმისი რა ქვია შენარჩუნებული მოკლედ მარგი ქმედების კოეფიციენტი ასე დავარქვა და მაგ როგორ არის მეორე საბურავებზე ტექნოლოგიებაზე უყურებენ რომ წლიანი არის რაღაც მე მგონი 6 წლამდე მარკირებას უყურებენ ხო მარკირებას უყურებენ კი და მე პირადად ჩემი გამოცდილებიდან გეტყვი რომ ადრე თუ მიყიდია მეორე საბურავი ეხლა არ ვყიდულობ მიჩვენია ჩინური ვიყიდო ახალი და არის ჩინური ბრენდები და თქვა 2 წელი ვიხმარო და მე გადავაგდო ახალი ვიყიდო ვიდრე ეს ძველი მეორე საბურავი ვიყიდო და ძალიან ბევრი ფროს ვქე ჩემსავით რა გასაგებია და რისკია ჯერ ესეთ ხო რა და თან ის არის რა ქვია ნუ აინც ახალია ჩინური გინა ზამთარშიც ეხა
Wrangler-ზე მიყენია ჩინურები და ხევსურეთში როშკაზე ვიყავი ასული ამ ჩინური საბურავი დადის ჩვეულებრივად რა. 2-3 წელი idеალურია და ფასიც idеალური არ გენანება 3 წელიწადში გადააგდო ახალი როი. 3 წელიწადს კი იმუშავებს? მაშინ რეალს მაშინ მეორადი რა გინდა? აი ხა მესამე სეზონია Wrangler-ზე მიყენია და idеალური არის. ეგეც ბრენდებზეა, ყველა ბრენდი არ ვარ, არის ჩინური ბრენდები, რომელიც ეს 300 ლარად, 350 ლარად ნორმალურ საბურავს ყიდულობ. Wrangler-ის ზომას იყიდი? კი, ახალს და 350 ლარად? ლარად, კი. ხო, აბა ეხა 3 წელი და 350 ლარი ერთ წელში ხა ჩინ რაღაცა მეორადი და ეხა ჯობია რომ ის ასე რომ მეორადი საბურავები ბიზნესი ნელ-ნელა თავდება. ჯერ ყველა ვერ მივიდა იქამდე რომ ამას მიხვდეს, რომ ის უფრო იაფი გამოსდის. ანუ ახალი ბრენდული საბურავი ძალიან ძვირი ღირს ხა ეგეტაშის და სხვა იმაშიც პირელი იქნება თუ გუდი არ იქნება არაადეკვატური ფასი აქვს. ერთ საბურავის ფასს 5 საბურავი მოხდის ჩინური. კი. 2010-ში თუ 2011-ში 285-ები უკანები რა. ძალიან ბევრ ავტომობილზე დგას ახლა შემიცი ეგ და მიშლენი ღირდა იმ ხელა რომ მახსოვს რა რომ შეძლებული ტიპები მოდიოდნენ კარგი მანქანებით ხო უყურებდი და ფას რო იგებდნენ ისე რა ის ლამაზად გადიოდნენ ხოლმე და ეხა წარმომიდგენი ეხა რა ფასები აქვს ამ ყველაფრის მე აი ქალაქში მიდიხარ და გვერდზე ამოგიდგება რაღაც მაგარი თქვა 2 წლის ან 3 წლის BMW X5 იქნება X7 გადახედავ ჩინური საბურავი ჩინური საბურავი Range Rover-ებზეც ზამთრის საბურავი მით უმეტეს რა ხო ზამთარიძე კოშმარი იყო ეხა იმდენად იაფია ხო გეუბნები რომ მე 3 წვილი მაქვს რა ტრასის ვსალკე მაქვს ოფროუდის ვსალკე მაქვს ზაფხულის ვსალკე მაქვს ისე მაქვს რა კარგი ხო პრინციპში როგორც უნდა იყოს რა კი უბრალოდ ხო გეუბნები აქაც უნდა იცოდე რას ყიდულობ რომელი ბრენდის ყველა ჩინური საბურავი არ არის კარგი როგორც ყველა ჩინური ავტომობილი რა როგორც ყველა ჩინური ავტომობილი კი და ეხლა მაინტერესებს ასეთი რამ დაუშვათ არის პერსპექტივა იმისა, რომ იაფად და კარგი ჩინური ავტომობილი, რომელიც იქნება ან შიდაწვის ზრავაზე, ან პარალელურ ჰიბრიდზე, ანუ შიდაწვის ზრავას რო მოდებასთან კავშირი არ აქვს, როგორც გენერატორს რო იყენებენ, მოკლედ ისიც ფსევდო ელექტროავტომობილია და ამის ხელშეწყობა ხდება, ვატყობ მე, რომ ესე იგი ეკოლოგია და ასე შემდეგ, მაგრამ ეხლა შენ მითხარი ასეთი რამ, შენ როგორ ატყობ? ეს ამდენი ელექტრომობილი რომ იქნება საქართველოში, ამის ინფრასტრუქტურის პერსპექტივა როგორია? მე გეონები გასამართსადგურები. კი, ხვდები. მე ეხლა დავბრუნდი ბათუმში ვიყავი და სპეციალურად რამოდენიმეჯერ გავჩერდი. Wrangler-ით ვიყავი წასული, მაგრამ უბრალოდ მაინტერესებდა და გავჩერდი რამოდენიმე ლოკაციაზე, ავტობანზე, იმაზე სადგურებზე. ბენზოგასამართზე. ყველგან არის დამატებული 5-10 დამტერი ყველგან არის. ანუ რეალურად აქამდე თქვა შარშან ესე არის. ქალაქში სადაც არ უნდა წახვიდე, ქუჩა არ არის, სადაც თქვა ეს დამტენები არ არის. აქ არის მეორე მომენტი, უბრალოდ რომ ძვირი ჯდება დატენვა. ანუ ბენზინზე ძვირი ჯდება ალბათ. ბენზინზე ძვირი არ ჯდება რა, ბენზინზე იაფი ჯდება, მაგრამ მაინც ძვირი გამოდის ყველა ვარიანტში. ეხლა ამ გაძვირებულ ბენზინს რო შევადაროთ, შეიძლება იმიტომაც არ არის, რომ მე თქვა ბენზინი რო გაიაფთება, მე შეიძლება ერთ და იგივე ფასი იყოს. თუ სახლში არ გაქვს მოწყობილი პირობები დატენვის, მე მაგალითად საკუთარი სახლი მაქვს და ეზოში ვტენი ჩემთან. და კაპიკები მიჯდება, ვერ გძნობ საერთოდ საწვავის ხარჯს მე. თვეში თქვა დენდი უფრო 100 ლარით, 150 ლარით მეტი მომდის, ვიდრე აქამდე მომდიოდა. შენი Wrangler-თან ჰიბრიდია მე ესე რომ მაგინ ჰიბრიდია. კიდან მე თუ არ გავდივარ ქალაქიდან, ეს ქალაქში მყოფნის. აქედან გამომდინარე, ეს თუ ნავითარებენ, თან ბევრი კომპანიები გამოჩნდა და კონკურენცია წავიდა და შეიძლება ფასების დააგდონ სამომავლო კონკურენციიდან გამომდინარე. მე როგორც თქვა ბენზინზე არის, საწვავზე არის ფასი, მაგას წამოვა, მაგრამ დღევანდელ დღეს უაზრო ფასია, ტაქსისტები თუ იძახიან, რომ არ გვიღივსო და ამას დატევა სახლებში ტენიან და ან ტაქსო კომპანიებში ტენიან და ის ანუ ელექტრომობილები, ტაქსოპარკები არის უკვე ელექტრომობილებს? კი, არის. აქედან გამომდინარე, ინფრასტრუქტურა ვითარდება, მაგრამ უბრალოდ ფასები ჯერ ადეკვატურია, მაგრამ დარეგულირდება ხო? აი მარტივი მაგალითი ახლა აქ მეგობრები მეკითხებოდნენ, რომ აქიდან რომ ტესლა წავიღოთ, ჩვენ ტესლა შევეხეთ წინა გადაცემაში, მაგრამ ახლა სხვა კუთხით რა.
Tesla ან ვიღაცა ასე შემდეგ და რო ვზივართ ხოლმე ვიკრიბები და დაინტერესებული ძალიან ბევრია და ყველას აქვს ერთ-იგივე შეკითხვა რა, თბილისიდან ბათუმამდე რო წავიდე. დაუშვო, პირობითად ვამბობ, ერთი დატონით ჩავალ, მაგრამ იქ რა მეშველება და მე სადმე შუაში რო გადაუხვიო რა, პირობითად სამტრედიაში წავედი, ქუთაისში გავჩერდი და ასე შემდეგ. მაინტერესებს ეს როგორი გასამართსადგურებია. მაგალითად, შენ ეხა იცი ამერიკაში რომ მოძრავ და მაყურებლებისთვის ვიტყვი. აქ არის ჩვეულებრივი დამტენი, რომელიც 8-დან 12 საათამდე ატომებს და არის სუპერჩარჯი, რომელიც ტენის 1 საათში და აი წარმოიდგინე გზაზე მიდიხარ და რამდენი ხანი შეიძლება დამჭირდეს. ნუ გავჩერდი იქ დაუშვათ ჰოთ-დოგი ვჭამე, ყავა დავლი, ნუ აი პირობითად. აი ხა რომ მივდიოდი სპეციალურად გეუბნე შესწავლაში ვიყავი და იქითაც და აქეთაც ყველგან გავჩერდი. ანუ გორში დგას ვისოლზე quick charger-ი, რომელიც თქვა 40 წუთში 1 საათში გიტანის თავიდან ბოლომდე, თან დგას რამოდენიმე ჩარჯერი, თქვა გორში თუ არსები 5 ან 6 დავინახე. ეს ძლავრ ჩარჯერზე იძახი. ძლავრზე ვიძახი. მე კიდე სადღაც არის, მაგრამ იქ არ გავჩერებულ ვარ და მე შევედი ზესტაფონში. ეგეც ვისოლი, კი ვისოლზე შევედი მაგაც. მაგაც 10 ცალი ჩარჯერი იყო, quick charger-ები იყო სულ ყველა. მე გურიაში გავჩერდი და გურიაში 2 ჩარჯერი შემხვდა და არ გავჩერებულა, მაგრამ დავინახე რომ ქობულეთშიც არის ჩარჯერები და ბათუმშიც ძალიან ბევრი დაემატა. ყველა ქუჩაზე არის ბათუმში ჩარჯერები თითქმის. ხო, და ეს ძირითადად მე როგორც ხვდები არის ისა quick charger-ი, super charger-ი. ყველა quick charger-ი არის აბსოლუტურად. ხო, იმიტომ რომ ტრასაზე ხა ვისა აქ დრო რომ 8 საათი იდგეს ხო. აქ სხვა პრობლემა აქვს, მაგრამ თელავში თუ მიდიხარ, ქუთაისში მიდიხარ, ბათუმში მიდიხარ, კი, მაგრამ ხა სვანეთში რომ მიდიხარ და ელექტროავტომობილი ყავს, იქ უკვე პრობლემა აქვს. ჯერ ეს ტილო ძაბვა არ ვარ, ენერგოპრო არის რეგიონებში და თბილისში არ ვიცი, თბილისში სხვა ვინმეა? კი, თბილისში სხვა არის. ოკეი. ხო და ენერგოპროს ძალიან არ უარგა. მეც მაგალითად ჩემი ცხეთის რაიონი არის, სოფლისში ვცხოვრობ მე და ცხეთის რაიონია და ჩემთან ძაბვა არ ვარგა და ტრანსფორმატორები და რაღაცები მიყენია რომ დავტენო. მე ნელავტენი ხა quick-ი არ მაქვს, მაგრამ მაინც თამაშობს. ანუ რეალურად პრობლემა არის რეგიონებში, მთიან მხარეს რა, ეხლა ყიდულობენ ელექტრომანქანებს ჯიპებს და შეიძლება ახვიდე სვანეთში და ვეღარ ჩამოხვიდე უკან და ვერ დატენო ეს ავტომობილი. და აი დიდ ქალაქებში ხა ბათუმში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისში წახვალ წამოხვა. ანუ ელექტრომობილი როგორც ჩანს უკვე ხა ურბანული პერსპექტივით მომგებიანი ხდება რა. ნუ ფასის თუ დარეგული და ალბათ. ხო, აი დღევანდელ დღეს Tesla მაგალითად არის ნომერი პირველი ელექტროავტომობილი ქართველი κაცისთვის. ესე იგი მე რო ეხა თბილისში Tesla ვიყოლიო, დისკომფორტი არ მექნება. გინდა ბათუმში წავიდე და გინდა კახეთში. კი ბატონო, როგორც თქვა ინფრასტრუქტურა შეგიწყობს ხელს, ასევე ნაწილები. Tesla ერთ-ერთი ყველაზე იაფიანია, ეხლა თქვა ამერიკაში დაზიანებული რო იყიდო, ჩამოიყვან ხელოსნებიც უკვე არიან სერვისების დაიხვეწა, ნაწილები როგორი გინდა მეორადი გინდა, ახალი გინდა, ჩინური გინდა, კორეული გინდა, როგორი გინდა ყველაფერია. Opel Vectra გახდა Tesla დღევანდელი რეალობის რა. იმიტომაც გამრავლდა. თან გამძლეა, მარტივია ხო. ხო, მარტივი. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა ამ საუბრისთვის. ხა მაქსიმალურად ინფორმაცია მივაწოდე. ხა მე თან ვიყურებოდი, კითხვები ბევრი ქონდა, მაგრამ ხო ხვდები დავაჯამე რა. კი. იმიტომ რომ ხა ერთგივე კითხვა და რაღაცა და ფაქტობრივად ყველა კითხვა რაც მაინტერესებდა ყველაზე გავეცით. ანუ ელექტრომობილები არის, ხო. ნუ აქ ახლა ალბათ სხვა თემა არის, როცა თბილისის ავტოპარკი 80% ელექტრო გახდება, მე ქალაქის ელექტრომომარაგება სადაც უფრო ექნება კაბელებს და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ეთყობა მე და შენი თემა აღარ არის. გრადი განვითარების სამინისტრო უნდა იფიქროს ამაზე. მეგობარი მყავს ერთი და სულ მაგას ჩივის, თან ნერვოზული. ეხლა ამ გადაცემას ნახავს უეჭველი და მე სულ მაგას არ შეიძლება ამ ელექტრომანქანის შემოყვანა, დენი არ ვექნება სახში. მე მართლა ვეჭვობ მაგას, იმიტომ რომ რატო გეუბნები, იცი, ახლა ამერიკა გამართული არის, ხო? საშუალო და მძიმე ტექნიკა ყველა შედაწვის ზრავაზე არ ვიცი გენერაციას უთხრა, ან რესურსი არ აქვს, ან ხო, ხვდები შეიძლება სადღაც კონდეს გამომუშავება, მაგრამ იმის მიწანა ხო გინდა განაწილება, ხო გინდა კაბელი. აი წარმოიდგინე ხა ავტობუსები რო იყოს ელექტრო. რა გვეშველება? ხო არის თბილისში ელექტროავტობუსები. არ ვიცი, არის ელექტრო? კი, არის ელექტროავტობუსები. თეგეტან შემოიყვანა და დადის ქალაქში ელექტროავტობუსები. არ ვიცი, ხო. მასობრივად არ არის, მაგრამ არის. ხო, ეს წარმოგიდგენია რამხელა დატვი, მაგრამ ნუ არ ვიცი ხა. ეხლა მე კლიენტი მყავს.
დისტრიბუციული სადისტრიბუციო კომპანია აქვს და მაგასთან გვინდა პროექტი ხა გავაკეთოთ ჩამოუყვანოთ 10 ელექტროავტომობილი დისტრიბუციის და ასევე დავუმონტაჟოთ ზის ელემენტებზე ჩარჯინგი მაგისი. ანუ სულ რო უფასოდ იაროს. დღის განმავლობაში დაიტანება რაღაც 5 მანქანა იმუშავებს ამ ზის ელემენტების ხარჯზე. და პროკრედიტ ბანკი უფინანსებს ამ პროექტს, პირველი იქნება ესეც საქართველოში. და ნახოთ რა იქნება. სულ უფასოდ ვივლით, რა ძირითადი ხარჯი გვაქვს ჩვენო საწვავიო, იძახიან დისტრიბუტორები და ამიტომ გაგვიაფდებაო და შესაბამისად პროდუქციასაც გავაიაფებთ ამითი. ნახოთ რა გამოვა. და რაღაც 35%-იანი თანამონაწილეობას უფინანსებს პროკრედიტ ბანკი, რადგან ახალი პროექტია და აბა ნახოთ როგორი იქნება და მე შევსხვებას დაიწყო. ხო, აი თითქოს ხო რაღაცა ისეთია რა, მოკლედ რომ სიტუაციას რომ მოუჭერენ, მე გამოსავალს ეძებს ხალხი რა და რა ვიცი. ყველა ვერ იპოვის სამწუხაროდ. მაგრამ ნუ ვინც იპოვის ის გადარჩება კი არა, ნუ რა ვიცი ხა. მე წინა გადაცემაში გითხარი და ეხაც გავიმეორო. კი გვიხარია ეს ელექტროავტომობილები რომ შემოყვავს და ბიზნესაც რაღაც ახალ ნიშას პოულობ თვითონ და აგერ რაღაც ინფრასტრუქტურას არის, მაგრამ თავარი პრობლემა გვაქვს წინ. ეს ავტომობილები რო გაფრინდა ზედმეტსაცავა მე უტილიზაცია, აი მაგაზე არავინ კითხულობს. იცი რა არის, მე თუ შენ ვინმე შეიძლება ავტომობილისტის უარ იყოს, მაგრამ ეს თემა იწოდეს, მე კარგი იქნება თუ ჩვენ რაღაცა კარგ გადაცემას გავაკეთოთ, იმიტომ რომ მე რატომ ადარდებს ეს, იცი? აქ ნახე რამდენიმე დაზიანებული ტესლა ნაავარიები ბრუკლინში. ესე მიგდებული იყო და მანქანის ქვემოთ იყო, ნუ აი როგორი ტოქსიკური სუნი, იცი, რომ გული შემიწოხდა. მე არ ვიცი ხა თანამედროვე აკუმულატორი სითხეშია, სითხეს შეიცავს, არც ვიცი, შეიძლება სხვა რამე იყო და სუის მიტრიალებს რა წარმოიდგინე 6 წელი გავიდა, აი 8 წელი გავიდა. აი მე მახსოვს 2012 წელს პროექტში ვიყავი, 2013 წელი იყო 14 აღარ მის 8 შემეშალოს. მეორადი საბურავების გადამომუშავებელი პროექტის მონაწილე ვიყავი რა. და რატო იყო იცი საუბარი, რომ იმის დაწვა თურმე არ შეიძლება, დამარხვა არ შეიძლება და იყო სახელმწიფო პროექტები, ну, ყოველ შემთხვევაში პროექტი იყო, რომ პროექტი უნდა ყოფილიყო, რომ ამ გადამუშავები დაუშვათ ფილაქანი დაგებული იყო იმაზე ქუჩაზე, ტროტუარზე, ან კიდე რამე, ან დაუშვათ ფეხბურთის მოედანი ან რაღაცა და ახლა წარმოიდგინე პირობითად 100,000 ელექტრომობილი 5-6 წელიწადში. თან იცი როგორი ტოქსიკურია, რომ არც ერთი სახელმწიფო არანაირ პირობებზე არ გაიტანს მაგ ჯანგს. აბარა ვისაც ჭირდება. საბურავი კიდე ხო, აი მიხვდი გადაამუშავებ და რაღაცას გააკეთებ. აი ამ ტოქსიკას რა უნდა უყო? ეგ სერიოზული პრობლემაა და მაგას ჯერ არავინ არ ფიქრობს. არავინ არ ფიქრობს, ხო, აი აწვევიან, რომ არ იქა და რამე და ეგ მე მახსოვს ის ალბერტ გორმა მაგაზე ისა იყო, რა ქვია, მე მგონი პრემია აიღო და $10 მილიონი ვიცე-პრეზიდენტი რა იყო, ხო გახსოვს? კი. მაგით იშოვა ფული ეს. ყალბი მწვანე ტექნოლოგიები და მე მაგას მოყვა გრეტა თუნბერგის ისა ფენომენი და აყვა და ადიდა და ეხა ხო ხედავ, ყველა გადადის იმაზე, რა ქვია. ატომურ ენერგიაზე იმ ხრივ რომ ან ნახშირი, ან ისა რა ქვია, ბუნებრივი აირი, ან ისევ ატომური ენერგია და ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ უბრალოდ და ამ ხელატვირს ავიტან თუ არა, მაგრამ ნუ როგორც ჩანს ეს ახლა სხვა საუბრის თემაა, თუმცა ეს არ არის შორი პერსპექტივა, ეს 10 წელიწადში დადგება. სერიოზული პრობლემა არის, ძალიან სერიოზული პრობლემა არის ეს რა და მოაწვევიან შიდაწვის ზრავების აკრძალვას და ეს არისო რა ქვია. ეკოლოგიას სუძიაო. ეკოლოგია მე ვნახოთ. არა და 100,000 მანქანა ეხა თბილისის რეალობაში რა არის, წარმოიდგინე 100,000 დამჯდარი ისა ელექტრომობილი. არაფერი აბსოლუტურად. ეს 5-6 წელიწადში დაგვიდგება ეგ რა. კი ბატონო. ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა და რა ვიცი, თუ ვინმე დაინტერესებული პირი იქნა, რომ აი ამ კუთხით შევხედოთ ამ პერსპექტივას, მე მოხარული ვიქნები, რომ მოვიკითხო. ხო, თუ არის ეგეთი, ოღონდ ისეთი რა. ცოდნე. არა, ხო, ცოდნე ერთი და თან რომ ჩვენიანი რო იყოს რა, რომ ავტომობილის ის იცოდეს, ეხლა ზოგადად ეკოლოგი ვერ გამოყვება საუბარში და ანუ ჩვენს კონტრარგუმენტებს რო დაუპირისპირდეს. კი ბატონო, მოვიკითხავ და შემოგეხმიანები. დიდი მადლობა მოწვევისთვის. გაიხარე. წარმატებები, ბევრი წარმატებული გადაცემა. დიდი მადლობა. შენც ასევე და მიხარია და მოკლედ წლის ბოლოსთვის არ ვიცი, ამდენჯერ დავგეგმე, იმდენჯერ ამერია და მოკლედ ჩამოვგნახავ და მე ბევრი კაი დრო გავატაროთ. გაიხარე, გელოდებით, აბა, წარმატებები. ბედნიერად ირაკლი.
კარგად.